კარგი იყო არ გამიცან თავიდან. ეს განცხადება გააკეთეთ ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით. ხო, ეს ვექტორო და მე მგონი მაშინ. ხო, ახლა გიორგი მარგველაშვილის მიმართ მე არა მაქვს რაღაც გარკვეული ისეთ და არც ადრე მქონდა ნორმალური ადამიანია, ეხლაც ნორმალური ადამიანია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილია, რომ ის არც თვითონ ოცნებობდა და არც ხალხი არ ოცნებობდა მის პრეზიდენტობაზე და ეს ვერც მოხდებოდა და არც მოხდებოდა, რომ არა ყოფილიყო სწორედ ბიძინა ივანიშვილის არჩევანი მასზე. სხვათა შორის იმ პირველ შეკრებაზე, როცა წარადგინა, მე ვიყავი მხოლოდ, როდესაც თქვი, რომ მოდი იქნებ თავი შევიკავოთ ჯერჯერობით და ადრეა ჯერ და ასე მოდი რამდენიმე კანდიდატი დავასახელოთ და მე საზოგადოებიდან უფრო გამოჩნდება რომელი იქნება, მაგრამ არ დამიჭირეს მაშინ მხარი და სწორედ ბიძინა ივანიშვილმაც არ დამიჭირა მხარი მაშინ. თავისთავად მე სხვა პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ, ჩვენ მის საარჩევნო კამპანიაში ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ მთელმა ქართულმა ოცნებამ, მეც პირადად და აი მის შემდეგ მან როცა ასეთი გაუცხოების ფონი შექმნა, ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა არ იყო ჩვენთვის ესეთი იოლი, ადვილად მისაღები და ამან გამოიწვია ესეთი ხუმრობაც, რომ კარგი იყო ეს ხუმრობა იყო უფრო ვიდრე დაუშვათ სერიოზული და რაც შეეხება მგონია რომ მან უფრო უნდა მეტად ის გუნდთან ყოფილიყო. მე ასე აი მის უცბად გადგა რაღაც ოლიმპოზე მოინდომა დაჯდომა და იქიდან უყურებს ამ ყველაფერს და ეს ხშირ შემთხვევაში ხოლმე ცოტა ჩემთვის დაუჯერებელი მდგომარეობა, რაღაც ზოგჯერ ღიმილსაც კი იწვევს, თუმცა მის მიმართ არ მაქვს არავითარი, იმიტომ რომ ეს ადამიანია, რომელიც არაფერს არ აშავებს. არაფერს არ აშავებს, არც პასუხისმგებლობა ეხლა იმდენი მას არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, რომ რაღაც საქმე აკეთოს, ვინც საქმეს აკეთებს, შეცდომი უფრო მეტად მას მოსდის.